მოგესალმებით ძვირფასებო, დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. პოეზიის მოყვარულები ჩაუსხედით, მოიმარაგეთ ყავა, რა ვიცი, რასაც მიირთმევთ ხოლმე და ნანა ცინცაძე. ჩვენი სტუმარია დღეს ნანა ცინცაძე და ეს არის ჩემი პოდკასტი ნომერი 28. მე ნინო მაღედანი ვარ და ეს არის 15 წუთი გზა თავისუფლებისკენ. ესეა ვანა? ოკეი, დავიწყეთ. ალბათ ნანა, ძალიან მიხარია რომ დღეს ჩემი სტუმარი ხართ და თქვენ გამონახეთ დრო რომ მოსულიყავით ჩემთან სტუმრად და მე არ ვიცოდი პოეზიას ამდენი მოყვარული და გულშემატკივარი თუ ყავდა და მათ შორის თქვენ. და აღმოვაჩინე რომ ჩემი მეგობარ ლელა ფოჩხუა, რომელმაც ძალიან დიდი სიყვარული გადმოგცა და მოკითხვა არის თქვენი ძალიან გულშემატკივარი და გულხურვალებს მსმენელი. მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან მიხარია რომ მე თქვენთან ვარ სტუმრად, მიხარია ისიც რომ პოეზიით დაიწყო ლაპარაკი და ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ეს სწორედ 22 პოდკასტი ამის ლამაზ გოგოსთან არის ჩემთან და სიამოვნებით ვიქნები გულახდირი, სიამოვნებით მივიღებ ყველა იმ კითხვას, რომ ესაც დამისვავ და ვიქნები კიდევ იმით ბედნიერი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ზუსტად ისე მიიღოს ეს ყველაფერი, როგორც გოგონებს, ქალებს შეესაბამებათ. კი ბატონო. დიდი მადლობა. პატარაობისას ალბათ ყველას გვიცდია და გვინდოდა რომ გავხდა. მე პირადად მქონდა ეგ ეტაპი, როცა პოეტობა მინდოდა და სულ ფიქრობდი ხოლმე რომ ნეტავ როგორ წერენ. რა არის ის, რაც აწერინებთ? პატარა გოგონინოს თუ შეგიძლიათ რომ ამ კითხვაზე უპასუხოთ, იმიტომ რომ მე ვერ მოვახერხე მაშინ იმ ალგორითმის თუ რა ვიცი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც დამაწერინებდა. თქვენი ის რა არის, რა გაწერინებთ? სიამოვნებით გავისაუბროთ იმ პატარა გოგოებზე, რომლებიც უფრო პატარები არიან, ვიდრე დღეს ვართ ჩვენ. გითხრათ რომ პატარობისას მაინდა-მაინც ლექსების წერა მინდოდა თქო, მოგატყუებთ. პატარობისას მინდოდა რაც შეიძლება მავნებყოფილიყავი, თუ ვინმე ატირდებოდა გარე დედაჩემი გამურბოდა პირველი, ალბათ ჩემი შვილი გააკეთებდა კიდევ მურიგ საშინელებას, იმიტომ რომ სულ საჩივრად მიდიოდნენ, ნანამ მიშკმიდა, ნანამ და ასე შემდეგ, ყველაფერი რაც შეიძლება რომ გამიკეთებინა მავნებლობის ეს იყო, ვიყავი არანორმალურად ცელქი, მხოლოდ რაც ჩემი თავი მახსოვს, რაც მაჩერებდა, ეს იყო წიგნი და აი ზღაპრები იყო თუ წიგნის კითხვა, რომელსაც ბებია ჩემი და ჩემი მშობლები აკეთებდნენ ჩემთვის. ეხლა ფაქტი კიდევ ერთია, რომ მე ვიყავი 3 წლის, როდესაც ზეპირად ვიცოდი არსნამარაბდელი პოემა და ის ლექსები, რომლებიც სანამ მე დავიწყებდი კითხვას ვიცოდი, თითქმის დღესაც მახსოვს. ყველა მუხრანი იყო ერთ-ერთი პირველი პოეტი ამავდროულად ჩემი, რომლის ლექსებსაც მასწავლიდნენ და მეც ძალიან ადვილად ვითვისებდი. რო გითხრა პოეტობა მინდოდა თქვა, არა, მსახიობობა კი სულ მინდოდა. გავიშლიდით თმე, გრძელი თმა მქონდა, ეს ჩემი წითური, ხვეული გრძელი თმები და ვიდექი და ვამბობდი, დამიბრუნეთ ჩემი შვილი, ანუ ფატიმას როლს თამაშობდი და სხვადასხვა როლებს. მე ვდგავდი სპექტაკლებს, მოკეთ რა ვიცი, მე როგორ სკოლა წამოვიდა და ყველაფერი მინდოდა მეცადა, მაგრამ მსახიობობა ყოველთვის გასდევდა თელ ჩემ ცხოვრებას. ქიმიკოსი ვიქნებოდი თუ ვიქნებოდი ატომური ფიზიკის სფეროში მომუშავე, მსახიობი მაინც უნდა ყოფილიყავი. აი ასეთი იყო ბავშვობა, მაგრამ 12 წლისამ დავწერე ჩემდაუნებურად პირველი ლექსი, რომელიც საქართველოს ეძღვნებოდა. არ ვწერდი ინტენსიურად, არც როგორც ახლა დღეს ამბობენ დაბადებიდან გენიოსი ვიყავიო, არ ყოფილვარ. გენიოსი, ბოლომდე შემოგვჭა პოეზიის სიყვარული, ლექსები არასდროს ვყარებია, ანუ თუ დიფერენცირებას გავაკეთებთ, რომ პოეზია არის ის, რაც მათემატიკაა, რაც ძალიან მაღალია და არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის, ლექსები აკრინებს, აი ეს უბედურება, რასაც ეძახიან ლექსებს, ჩემთვის არასდროს საინტერესო არ იყო, მაგრამ პოეზია ყოველთვის იყო მართლა მე ცავნიშნავს და ღმერთი მზრდისო, აკაკი მგითხრა და მართლაც ასეა. ცა გუნიშნავს და ღმერთი გუზრდის ადამიანებს. მე წამოვიდა უკვე ეს ლექსები, რაც დღეს უყვართ, ჩემი ლექსები და მე თქვენი პოდკასტის მეშვეობით მინდა გადაუხადო ყველას მადლობა, ვისაც ჩემი პოეზია უყვარს, იცოდეთ რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელიც არის ჩემი პოეზიის мотиваცია. ძალიან დიდი მადლობა ნინო მოწვევისთვის.
თქვენ მადლობა და მიხარია რომ დღეს მექნება საშუალება რომ უფრო უკეთესად გავაცოთ ადამიანს თქვენი პოეზია ვისაც უყვარს ისინი გაიცნობენ უკვე ნანაცინცადეს როგორც პიროვნებას ადამიანს და მოვიშველიებ კითხვებს ქალბატონ ნანა ხო იმიტომ რომ წუხელი ვფიქრობდი რომ რა შეიძლება ვკითხო ადამიანს რომელიც მე რა თქმა უნდა მოვისმინე თქვენი ლექსები და თითქოს ისეთ შეგრძნება მაქვს რომ კი არ აი გეწერინება თითქოს ესე რაღაც თავისუფალი თქვენი ისინი არის სულ რაღაც ყველა ადამიანს რომ იწვდება ისეთი და იყო რამოდენიმე სიტუაცია რამდენჯერ შეიძლება სიკვდილი და მე თავიდან დაწყე მაინტერესებს ცხოვრებაში ოღონდეს რა თქმა უნდა ცხოვრება თუ არ იქნებოდა ცხოვრებაში თუ არ იქნებოდა ამას ვერც დააწერ ადამიანი სიკვდილი შეიძლება ძალიან ბევრჯერ იცით შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან უმნიშვნელო რამ გახდეს სწორედ აი იმ სიკვდილის მიზეზი რომელზეც ისე რატომ დღეს ძალიან გადავედი აკაკიზე გამზდელიდან რომ სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამიზდიხავ და პირველ რიგში ჩვენ თავს ზრდით და არა სხვას ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარ პიროვნებაზე საკუთარ თავზე და თუ ეს პასუხისმგებლობა არა ვერც სხვას გაზი და ვერც სხვაზე იქნება პასუხისმგებელი ისიც კი რომ დაუშვათ შენი მოქმედება რაღაცით არ მოგეწონა ხო ესეც არის პატარა სიკვდილის მიზეზი რომლის შემდგომაც ხდება აღდგომა რომლის შემდგომაც ხდება ის რომ შენ თავიდან შეგიყვარდება შენი თავი ოდესაც შენ თავში აღდგება შენი პიროვნების პატივისცემა რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის ასე რომ აი ესეთი პატარ-პატარა სიკვდილები ალბათ ადამიანის ცხოვრებაში ბევრია და ამას მოსდევს შემდგომ უკვე ფასეულობათა გადაფასება და ეს ფასეულობათა გადაფასება შეიძლება რა ვიცი ერთი ცხოვრების ტოლფასიც კი იყოს. თქვენთან ქალბატონო როდის იყო ეს ეს გარდამტეხი? ასეთი გარდამტეხები ძალიან ბევრია. თუნდაც აი ეს ფაქტორი რომ გარდამტეხს რაც შეეხება ალბათ ფასეულობათა გადაფასება მოხდა ერთ წამში, როდესაც საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე რომ ჩამემბარებინა ყველა საგას ერთნაირად სწავლდი, ოქროს მედალი მაქვს აღებული და როდესაც გადავწყვიტე რომ გამختარიყავი კლასიკური ფილოლოგია რაღაც ჟურნალისტი პლუს ამასთან ერთად შემხვდა მეგობარი. მაშინ იყო ასეთი რამ უნდა ოლიმპიადებზე გევლო და ქონოდა რაღაც წარმატებები და ასე შემდეგ რომ აი ეს მედალოსნობაზე ქონდა პრეტენზია და აი ეს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ძალიან კარგი ძალიან ნიჭიერი ბიჭი შემხვდა და სადაბარებ მეთქი მკითხე და სამედიცინოზეო იმან მკითხა შენ სადო და მე ვთხარი მე ან კლასიკური ფილოლოგია ან ჟურნალისტიკა მეთქი და ინტერვიუ უნდა აიღო ჩემგან. აი ეს ინტერვიუ უნდა აიღო ჩემგან არ მომეწონა და აბსოლუტური სისწრაფით გურული ტემპებით უპასუხე მე ისტორიულმა გურულმა რომ კი მეთქი მე ვთხარი უნდა ავიღო ინტერვიუ როგორც ექიმა ჟურნალისტმა ექიმისგან მეთქი და ეს არ იყო ფასეულობათა გადაფასება ეს იყო რაღაცა სწრაფ ტემპში გავლილი მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ შენ ირჩევ შენი ცხოვრების პროფესიას და სახში ვედი და თქვი სამედიცინოზე ვაბარებ თქო ეს იყო უკვე ივნისის ბოლო. 1 აგვისტოს იწყებოდა გამოცდები. ანუ თქვენ ექიმი ხართ. პროფესიით ექიმი ხართ. საინტერესოა. თუ გქონიათ ესეთი მომენტი, ეხლა დავაფიქსირე, რომ ჩემი პირველი ინტერვიუა, როდესაც მე ვიღებ ინტერვიუს და მე ვსვავ კითხვებს და ალბათ ალბათ კი რომ მქონდა ეს მომენტი რომ გამიფიქრებია რომ აი როგორია როდესაც ინტერვიუს იღებ ხა ხანდახან როდესაც ვანო მისვავდა ხოლმე კითხოს ფიქრობდი ნეტა როგორია მის ადგილას ყოფნა და დღეს მე აღმოჩნდი თქვენ გქონიათ ქალბატონო ესეთი მომენტი რომ რაღაცა გაგიფიქრებიათ და მე ის მოხდა ასრულდა რა თქმა უნდა ყველაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ის ფიქრი, რომელიც შენში არსებობს, სრულდება და ალბათ ფიქრი თუნდაც ის ოცნების დონეზე არ იყოს და ფიქრის დონეზე იყოს, მაინც თუ ის ფიქრები მიმართულია შენი მომავლისკენ, შენი წარმატებისკენ, შენი რაღაცისთვის, შენ იმიტომ გაქვს ეს ფიქრები, რომ ის უნდა ასრულდეს. აქედან გამომდინარე, ალბათ ფიქრის ასრულება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტია ჩვენ ცხოვრებაში და ასრულებული ფიქრი ხომ იგივეა, რომ შენ ცხოვრებას კიდევ ერთხელ გადაავლებ თვალს და ფიქრობ, რომ დღევანდელ დღეზე უკეთესი ხვალ იქნება, იმიტომ რომ თუ არ ფიქრობ შენი მხვალე დღეზე, რომელიც ძალიან კარგი იქნება, მაშინ ფაქტიურად დღევანდელი დღეც არ არის საინტერესო. სამი სიტყვა, რომელიც ნანა ცინცაძეს გამოხატავს. კი ბატონო,
ძალიან არასოდეს ეს კითხვა არ დაუსვამთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია სამი სიტყვით შენი თავი გამოხატო, მაგრამ ეს არის ალბათ მიზანსწრაფულობა ჩემი. მეორე ის რომ ვარ ძალიან შრომის მოყვარე და მესამე ის რომ ალბათ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი არის რომ შეგიძლია გადამტეხო, მაგრამ ძალიან რთულია ჩემი მუხრა, მიუხედავად იმისა, რომ მე რბილი ხასიათი მაქვს და სწორედ ამიტომ შეა დამისვამს ჩემი თავისთვის შეკითხვა, რომ თუ რამ გავაკეთე ცხოვრებაში, ასე იყო თუ ისე იყო, იცი, იგივე ინსტიტუტის სარჩინები დამთავრება იყო, თუ ასპირანტურა იყო, თუ დისერტაცია იყო, თუ პირველი წიგნი მედიცინაში იყო, თუ ნებისმიერ ლიტერატურაშიაც არის და სასიმღერო ხელოვნებაში, მაინც იმ ხასიათის პატრონს როგორიც მე მაქვს, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია ხმისაწევა და ჭკობი, დღეს უფრო ვარ შორის მაკუთხით უკეთესი, ასე ვთქვათ, რამ გამო ალბათ სწორედ აი იმ ხასიათმა, რომელზეც მე წეგან გითხარით. ანა, შეგვიძლია დავაპაუზოთ? დავაპაუზოთ, შეგვიძლია? თქვენი შემოქმედება თქვენთვის თვითთერაპია ხომ არ არის შემთხვევით? ზოგჯერ თვითთერაპია და ზოგჯერ თვითგვემაა. კიდევ ერთი რამ არსებობს თურმე შემოქმეთა ცხოვრებაში, რასაც ჩვენ ვკითხულობთ და გონია, რომ ეს იყო მისი ცხოვრება, ეს რაღაცა არ იქნება შენ ცხოვრებაში, არ შეიძლება რომ სალიერი ყავდეს, არ შეიძლება და უამრავი რამ ისეთი ფიქრები, რომლებიც თითქოს გონია, რომ შენამდე არ მოვა, არ დაიჯეროთ. ეს არ არის ასე. რაც უფრო მე მახსოვს, როცა პატარა ვიყავი სტუდენტობის დროს, წავიკითხე ჰემინგუეის დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთან არის და იქ ის თავის ერთ-ერთ პირველ ცოლზე თუ არ ვცდები და თავის თავზე წერს, პარიზული პერიოდია ცხოვრების და ის მათ ნახეს ძალიან კარგი სალონი. კომპანიონებს, ქალბატონებს ჰქონდათ ეს სალონი, იქ იყო ძალიან არისტოკრატული საზოგადოება იკრიბებოდა, ძალიან კარგად მიიღეს ჰემინგუეი თავის მეუღლესთან ერთად და წერს, რომ ჩვენო იქო ძალიან კარგად მიგვიღესო და ძალიან კარგად ხვდებოდენო. ერთადერთი რაც შეგვიყვარესო, ერთადერთი რაც არ შეეძლოთ ეპატიებინათ, ეს იყო ის, რომ ჩვენს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთიო. ასე რომ ადამიანი ეტყობა, აი სწორედ იმ ბედნიერებას და ბედნიერება სიყვარულშია, ბედნიერება შენს წარმატებების ფორმულაშია, ბედნიერება სწორედ იმაშია, რომ შენ ხარ თქვათ რაღაცით სხვანაირი, ხო? ამას არასოდეს არ გპატიებენ. ნუ ყველა პირველია, განსაკუთრებით პატარა ერებში, არის თვისება პატარა ერების, რომ ყველა პირველია აბსოლუტურად, მეორე არავინ არ არის. მე ვიცახი, მე ვარ მეორე, ოღონდ თავი დამანებეთ. ასე რომ ეს მომენტი თვითონ არსებობს ნამდვილად. ჩავწერნა, ძალიან ბანალური ვიქნები, მაგრამ დაგთხოვოთ თქვენი საყვარელი ლექსი. შეიძლება ერთი არ იყოს, მაგრამ სხვა შორის საყვარელი ლექსი უამრავი აქვს ადამიანს, იმიტომ რომ ესეც შენ წერ გარკვეულწილად ის ლექსები გიყვარს, შეიძლება ითქვას, რომ იმ ლექსებში ცხოვრობ, ის ლექსები ხან აი სწორედ რაც წეგანდელი კითხვა იყო დასმული, გაძლევს ბედნიერების საშუალებას, ხან პირიქით აპათიაში გაგდებს და მე სიამოვნებით რაც გამახსენდება იმ ლექსს წავიკითხა. ქალები ვარ, წეგანაც იყო ლაპარაკი, რომ გოგონებიო, ამიტომ წავიკითხავ ლექს ქალზე. ქუჩაში მოდის ცოცხალი ევა, დაენატრება ნეკნი ადამი. მე მსხმოიარე ვაშლისხის ტყე ვარ, არ შემხებია ხელით არავინ. ხო, გავუძელი მრავალ ეპოქას, გადავდიოდი ურცხვად შიშველი, ტანზე ვნებების კაბა მემოსა და ეშაფოთზე მედო კისერი. მე მარცხდებოდი ზოგჯერ ომებში, უფრო ხშირად კი მომქონდა ზავი. მერე მიმღერდა ვიღაც სონეტში, ვისაც ვეგონე უბიწო კრავი, შვილებს ვზრდიდი და ვარწევდი აკვანს, მახვის პარავდი თავად დამოკლეს, ვინც მინდა მაინც არსაით არჩას და მარტო სულივტოებს სამოთხეს მაინც გადავრჩი, ცოცხალი ევა, სულ მენატრება ნეკნი ადამის, ხალს თუ კი უნდა ღმერთთანაც შევა, რომ ტრფობისათვის დასცეს კარავი, ნეკნი ადამი, ცოცხალი ევა და საბამიდან ცოდვების ტყვევარ. ვაუ, ბრავო. ძალიან დიდი მადლობა. საოცარი ლექსია და დარწმუნებული ვარ ჩვენი მეგობრები, ვინც თქვენი მოტრფიალები არიან, თქვენი პოეზიის დიდ სიამოვნებას მიიღებდნენ. კარგით. ქალბატონ ანა, რა არის ის, რაც დროსთან ერთად უფრო ძვირფასი გახდა თქვენ ცხოვრებაში? დროსთან ერთად ჩემთვის ყველა ძვირფასი გახდა დრო. ერთ ლექსში მაქვს
დრო უკურნებელს ენად არსებობს, დროც არსივა და არცას წყურია, დროის მოპარვაც უნდა გაბედოს პრომეთემ, მაგრამ მიჯაჭვულია. ასე რომ დრო არის ყველაზე ძვირფასი, რაც ღმერთმა მისცა ადამიანს. ვიღაცას გონია, რომ მატერიალური მდგომარეობაა ძვირფასი და რაც უფრო მეც მოიხვეჭს, მით უფრო კარგად იქნება. ჩემი აზრით კი პირიქით, ადამიანი ცხოვრობს იმ ჩაკეტის სივრცეში, რომელშიც ცხოვრობს და 100 ოთახი რო ქონდეს, 2-ის მეც ვერ იყენებ. დანარჩენში მაინც ხენებს თუ გააჭენებ. მილიონი საათი რო ქონდეს, ერთი უნდა გაიკეთო. მანქანა იქნება ეს რაღაცა ფრთებიანი ლამბურჯინი თუ იქნება ჩვეულებრივი გადაადგილების საშუალება, მაინც მიგიყვანს იმ დანიშნულების ადგილზე. თავარია შენ იყო ბედნიერი და შენ საიტნოტი არ მოგივიდეს დროსთან. ეს არის ყველაზე მთავარი. ყველაზე ძვირფასი დროა და თუ დროა ძვირფასი, სიცოცხლეა, ესე იგი ყველაზე ძვირფასი. ასე რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე ძვირფასი და ალბათ მეორე ცხოვრებაში შეიძლება სწორედ აი ეს მატერიალური მდგომარეობა გახდეს, თუმცა არასოდეს არ ვიტყვი, რომ ცუდად ცხოვრება ჯობია კარგად ცხოვრებას. ეს სენტენცია ჩემი არ არის. საბოლოოდ ნანა, რადგან ახსენეთ დრო, არის თუ არა რაიმე ისეთი, რომელსაც მომავლისთვის დებთ ჯერ კიდევ? თუ გაქვთ? ძალიან მინდა დავწეროთ ჩემი ცხოვრება და რატომღაც ეს დიდი ხანია წამოვიდა ესაში და ვდებ მომავლისთვის. ეგ ერთი და მეორე, როცა მეკითხებიან, რომ ნუ თქვათ მეკითხებიან, მე როგორ თქვი გიპასუხებთ. ნუ ეს შექმენი ის გააკეთე, ეს გააკეთე, რაღაც აქეთ იქით და ასე შემდეგ. თანაც სხვადასხვა სფეროში სრულიად. აი თქვენ ახლა რაღაცა მიზნებით მაყოფილება მევეუნები, თუ მაყოფილება გინდათ ჩემგან და რა არის ყველაზე საუკეთესო, ამისთვის ხვალ გამოიარეთ მეთქი. საოცარი დამოკიდებულება. არის თუ არა რაიმე წარსულიდან, ვინმე, რაიმე, რაც გენატრებათ? ეს შეიძლება ნივთიც იყოს. ვინმე, რაიმე, რას ნიშნავს? წარსული მენატრება თვითონ, ის პატარა ნანა მენატრება თვითონ, რომელიც წეღანაც გითხარით, აი თავისი გაწეწილი რიჟა თმებით და ძალიან ბევრი და ძალიან ბევრი ჭორფლით, თან ეხა რიჟებს მელატონინი სხვა აქვს არანორმალურად თეთრი ფერისანი არიან, გიჟივით დარბოდა და ცდილობდა რა გაეფუჭებინა, სულ ვასზე ფიქრობდა, ვისთვის რა გაეფუჭებინა. მენატრება ის გოგო, რომელიც მივხვდეთ იმისა, რომ კლასიკური ხუთოსანი ვიყავი და სულ არ მწხვენია იმის, რომ 3 წელი ვიყავი ჩემი სკოლის კონკავშირის კომიტეტის მდივანი, ძალიან მაღალი ეს იყო პირველი სართული და იქიდან ფანჯრიდან გადმოვხტარვარ, იმიტომ რომ სატაუზე წასულიყავი, ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, არასოდეს არ ვიყავი ხუთოსანი, რომელიც იყურებოდა მხოლოდ სქელჩარჩოიანი ხუთოსნის მით სათვალით, არა, ყველაფერი მინდოდა რომ მთელი ჩემი ცხოვრება, ახლაც ასეთი ვარ, მინდა რომ ყველაფერი მოვასწრო აბსოლუტურად. აი იმ დროს ის დრო გამოვტაცო, რომელიც ღმერთმა მე მარგუნა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მე მართლა არ ვიყავი ის ტიპაჟი. კი, კარგია, როცა იხსენებენ, რომ აი ასე სულ მახსენდება ერთი ასეთი ნათქვამი ამერიკელების, რომ რატომ არიან ხუთოსნები? იმიტომ რომ სამოსნების ემსახურონ და საქმე გაუკეთონ. ასე რომ მე ის ხუთოსანი ვიყავი, რომელიც არაჩვეულებრივად ირგებდა სხვადასხვა ფორმის და სხვადასხვა ზომის მანტიას და ამისთვის მადლობელი ვარ ჩემი საკუთარი თავით, რომ არასდროს არ ყოფილვარ ერთ სივრცეში ჩაკეტილი და მიუხედავად ამ ყველაფრისა სკოლიდან რომ გამოდიოდი, ჩვენი სკოლის წინ ბიჟაზე მოსულ ბიჭებს ცალი თვალით კარგად ვუყურებდი. ასე რომ აი ეს ყველაფერი მე მენატრება, რა თქმა უნდა მენატრება და თუ შეიძლება რომ თქვათ ასე ვინ მენატრება, არ ვიცი მენატრება თუ არა, იმიტომ რომ მე მამასთან ერთად ცხოვრობ ყოველთვის. მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის ამ ქვეყნად, ის ჩემთან არის და მე მასთან ერთად ცხოვრობ. პირველად როცა მამა აღარ იყო, დავუსვი კითხვა სამყაროს. სად მიდის ეს განათლება, ეს გონი, ეს ადამიანობა და ეს ყველაფერი. მე იმიტომ ვარ ცოცხალი, რომ მამა ჩემი ის იყო, ვინც იყო. მამა იურისტი გახლდათ. ალბათ ეს პირველად ვამბობდა საინტერესო იქნება. მამა იყო იურისტი, საკმაოდ ისეთი მაღალი დონის და იყო ზეპატიოსანი ადამიანი.
იმიტომ რომ დედამ თქვა რომ მე უკვე როცა ასაკში შევიდნენ რომ ერთად კარგი კაბა და ფეხსაცმელი არ მქონია თუმცა ვინც მამას ადგილას მივიდა დეპარტამენტის თავმჯდომარე გახდა უმაღლეს სასამართლოზე წესით გასაჩივრებებში იყო მამა ერთ წელიწადში იყიდა ვაკეში ბინა გაარებულდა და ყველაფერი და მახსოვს ჩვენ როგორ მოგრძალებულად ცხოვრობდი და აი რატომ მომყევი ეს ყველაფერი 5 წლისას ჩვენ სამი ერთმანეთზე მიყოლებული დაძმანი ვიყავით მე უფროსი გახლავართ და რატომ მიყოლებულებიოდა იმიტომ რომ მამამ 40 მიახლოებულმა მოიყვანა ცოლია დრო აღარ ქონდა რომ დიდი შუალედი გაეკეთებინა დამემართა ბოტკენი და მოგახსენეთ ჩემი ცელქის ამბავი და სანამ არ დავვარდი და სანამ გაიზარდა ღვიძლი ეს პროცესი უკვე იყო მოხდა და მთლიან დრო გაილია მე დავარდი და როცა მე მიყვანეს ინფექციურში და დილით ეს იყო ღამით მოვიდა თინა გოთუა ღმერთმა მისი სული გაანათლოს უთხრა ექიმებს რომ მკვდარი რატომ მოიყვანეთ ეს ხო დაგვეწერებაო და უთხრეს რომ ეს მკვდარი გედევან ცინცაძიშვილიაო და მაშინ უფლება არა გვაქვს რომ მოვკვდესო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთო ანუ მათ რაღაცა ძალიან დიდი საქმე ჰქონდა სასამართლო პროცესით და შეიძლება რომ ნებისმიერ ადამიანს ძალიან ბევრი რაღაცა აიღო ფური და რაღაცა თქვა და მაჩემს ეს არ გაუკეთებია და აი სწორედ ყველაზე დიდი საჩუქარი და საზღაური მიიღო მან იმით რომ მე დღეს ცოცხალი ვარ. მეც მამიკოს გოგო ვარ. ანუ ძალიან ონო აი სანამ თქვენ მოხავთ ასე მაგ თემასთან დაკავშირებით ერთ რამეს გეტყვით ვერ ვეგუებიდეთ ეს სათვალეს მამას ვერაფრით უწოდებ ხნიერს და თუ მე შევძლებ მათთვის რაიმეს მიქელ გაბრიელს დავტოვებ შიერს ანუ ეს არის ჩვენთვის აი ცხოვრება და მოდით ჩემო საყვარელო ნინო აი ეს თეზა თუ შეიძლება ასე ითქვას ჩვენ შვილებს გადავცეთ რომ ყველაზე დიდი რამ ხელოვნური ინტელექტია და ეს ყველაფერი მოკლავს სიცოცხლეს მოკლავს და ჩვენ მოდით აი ქრისტე რო ეუბნება რომ მე ვარ ცოცხალი როგორ ცოცხალი წყალიო და როგორ ხარო ცოცხალი წყალიო აქ ხო თქვენ ვარცხლში არაფერი გიჭირავდეთ არა ვინ ჩემთან მოვა და ჩემს em ყველაფერს მიიღებს იმას არასოდეს აღარ მოსწყურდებაო და მოდი ჩვენს მომავალთაობას ჩვენ შვილებს არა აქ ჩვენ შვილებს როცა ვამბობ მე არ გულისხმობ კონკრეტულად ამ ჩვენ შვილებს მე გულისხმობ აი ყველაფერს ერთ ლექსში დავწერი ასე რომ ზადე რა მნიშვნელობა აქვს ჩემი თუ სხვისია ბავშვი თუ ატირდა ქართული ჯიშია მეთქი აი სწორედ ამ გაგებით ჩვენ შვილებს უთხრათ რომ მხოლოდ ცოცხალი ურთიერთობა ლაივში არ გამოდის არაფერი. აი ცოცხალი ურთიერთობა, ცოცხალი სიყვარული, აი ცოცხალი წყალია ყველაფერი. და აი სწორედ რაც ჩვენ გვაქვს, რაც ჩვენ გქონდა, მოდით ამავე დოზით და უფრო მეტიც გადავცეთ ჩვენ შვილებს, რომ არასოდეს ჩაქრეს ის სიყვარული, რომელსაც ვერანაირი ხელოვნური ინტელექტით ვერ შეცვლი. კაბუტონ ნანა, მე თბილისში დავიბადე, მაგრამ გავიზარდე რუსთავში და სულ მაინტერესებს იმ ადამიანების მოსმენა, ვინც იმ თბილისს მოესწრო, რომელზეც მომისმენია უბრალოდ და ეხლა თუ გაგვიზიარებთ თქვენი თბილისი. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ერთ ლექსში, როგორც მახსოვს, ანუ მკვდარი, თბილისი მკვდარია და მაინტერესებს სიამოვნებით ეს საწოდავი მკვდარი თბილისი დასჭიროებია სხვა გარემო, სხვა სანაპირო და სხვა ივლისი. პირველი რასაც გეტყვით, რომ თბილისი იყო სხვა ქალაქი რა კუთხითაც, იცით? მე მახსოვს, როდესაც ვისხედით მეოთხე სართულზე იყო სახლი ჩვენი ბინა და ვიყურებოდი როგორ მიდიოდა მანქანა ქუჩაში. და ეს მანქანები იყო ცოტა. ესმით, რა თქმა უნდა, ეკოლოგია ყველაფერი კარგი იყო, პროგრესს ვერ შეაჩერებ. მე მახსოვს 5 ჯიჯერო ატყდა ამბავი და მეცინებოდა როგორ შეიძლება შეაჩერო პროგრესი, ეს წარმოუდგენელია აბსოლუტურად. გამრავლდა ეს მანქანა ყველაფერი, კულტურა შეიცვალა, უბრალოდ დამოკიდებულება შეიცვალა. ადამიანი ცოტა უფრო მეტად გახდა თამხედი. ატომისა და ნეილონის საუკუნეში ადამიანი შეუმჩნევად გახდა უხეშიო. ბატონმა ვახტანგ ჯავახაძემ ბრძანა. იმ ვახტანგ ჯავახაძემ ესე ქალაქ რო ვთქვათ ეს ჟარგონულად რომ
რომლის შესებზეც მე სკოლის პერიოდიდან ვიყავი შემჯდარი, იმდენად მიყვარს დღემდე და არ შემცვლია სხვათა შორის ეს აზრი. თბილისი იყო სხვანაირად კომფორტური. თბილისში თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობდა და უბანს მიხვდებოდი ჩაცმი და მეტყველების მანერით. წარმოიდგინეთ და ბირჟები ძირითადად იყო განლაგებული რაიონიდან ჩამოსულების მეტროებთან. ხო, და მეორე როგორი თბილისი იყო, იცით? მოგერიდებოდა ბიჭები რო იდგნენ გარეთ, ორჯერ გავლა ძალიან სწრაფად ერთსა და იმავე ადგილზე, რო არ ეფიქრათ, რომ რატომ დადის. ასე, აი ეს ნამდვილად იცით ეს რაღაც სხვა და მეორე, ეხლა ხო, ნუ ისე პირველად რო გინება გავიგეთ, მე მახსოვს ერთი მომენტი, მოკეთ ბაზრიდან მოვდივარ ამ გინებასთან დაკავშირებით და მოდის ჩემს უკან რამდენიმე ახალგაზრდა და მე დატვირთული მოვდივარ და ჯერ კიდევ ვიცით რა პერიოდია რომ ჯერ კიდე გინება ესე კარგად არ არის შემოსული და ერთი ამბობს რომ აუ ბოზიშვილი ვიყო რა ძმაო და მეორე მუთხრა რომ რას ამბობ კაცო და მე ხა ჩემი ამ აკვარანცხიტუით ასე თუ შეიძლება ითქვას გურულად მოუტრიალი და ვეუნები ყველამ თვითონიცის დედამისი ვინ არის მეთქი და ეს რომ თქვი და უცებ ვიგრძენი რომ აი ამ ჩემი ტვირთიერად გავშეშდი. ველოდები ხა ისეთ რეაქციას, რომ არ ვიცი გადარჩები თუ არა ცოცხალი საერთოდ. ამ ბიჭებს აუტყდათ სიცილი. აი ეს იყო ხალხნოის თბილისი, რომ მაშინ თავში კი არ გირწყავდნენ და არა, შეიძლება დაერწყათ კიდევაც და ვერც გამამტყურებდი, მაგრამ ფაქტია უბრალოდ არ იყო ეს დედის გინებაზე კაცკლავდნენ რა თქმა უნდა ფიგურალურად, მაგრამ მაინც მე ხა დღეს უკვე ისე შემოვიდა მოდაში რომ ერთი 15 მე თუ გაერად ერთმა მაინც არ შეიგინა, ხო? დაახლოებით არის გინება, აი როცა მე დავდივარ ფეხით, მე არ ამყავს მანქანა და ტრანსპორტით დავდივარ, ეხლა რაზეა ლაპარაკი? აუ არ გადაუხდი, ეთყობა არა აქვს. აღარ ვიცი ეს რით გადავიხადო. მე იმ ბანკმა კიდევ რაღაც გამიკეთა და ის გინება. ანუ ეს არ იყო თბილისში. თბილისში ყველა ერთმანეთს, თბილისი იყო ყველაზე ღიმილიანი ქალაქი. და პირველ კურსზე ვიყავი მოსკოვში რომ მოხვდი. და მოსკოვის მეტროში ვხედავ რომ ყველა აწექსტხულობს და ანთევზის სახებით იყურება. და აი მაშინ მივხვდი რა განსხვავება იყო ჩემ ქალაქსა და იმ ქალაქს შორის, სადაც ადამიანები სრულიად სხვანაირი ჰაბიტუსით დადიოდნენ ქუჩაში. ჩემ თბილისში მაშინ ტურისტები რო ჩამოდიოდნენ და რუსთაველზე დადიოდნენ ისინი, განსაკუთრებით მიყვარდა, როცა ვხედავდი მოხუც წყვილს, ხელი-ხელ ჩაკიდებულს და აი ესეთი თვალებით ათვალიერებდნენ ჩემ ქალაქს და მე სუმდოდა რომ მეც ასე მეცხოვრა. ასე რომ ის თბილისი ამ თბილისისგან ძალიან ბევრი და მე განსხვავდება. თბილისელობა არ არის მხოლოდ დაბადების ადგილი, დამერწმუნე თამაში, თუმცა მიუხედავად ამისა, რომ ქალაქელობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, სამწუხაროდ მე არც დედის, არც მამის მხრიდან სოფელი არ მაქვს, სამწუხაროდ, მაგრამ ის მაინც სხვა რაღაცაა, იცით, აი შენი თბილისელობა, შენი რაღაც სხვანაირი სიყვარული ამ ქალაქის და კიდევ ის რომ შენ პირველი სიყვარული, პირველი თვალების ცეცება, პირველი გამოხედვა, ყველაფერი, პირველი ჩხუბი თუნდაც და თუნდაც პირველი გოგოებთან ერთად ყავიზარი, ყველაფერი ამ ქალაქთან გაკავშირებს. მაგრამ აი მეორე მომენტში არავინ არ ჩამოთვალოს წეღარო თქვი დაბადების ადგილით ხო თბილისში რომ არ ჩამოსულიყვნენ ცისფერყანწელები, ის თბილისი არ იქნებოდა. თბილისი ერთი გენიოსი ყავს, მხოლოდ ეს არის ტატო ნიკოლოზ ბარათაშვილი. დანარჩენი ყველა ჩამოსული იყო და თუ ჩვენ თბილისელობაზე მხოლოდ დაბადების ადგილით ვილაპარაკებთ, მაშინ ალბათ ნიკო ნიკოლაძე და ილია ჭავჭავაძე ძალიან გაგვიწყრებიან და მე ვამბობ ხოლმე ორი საყვარელი მელოდება იქ, როცა აღარ ვიქნები მეთქი. ეს არის ნიკო ნიკოლაძე და ნიკოლო ტესლა. ორი გარეკილი გიჟი მეთქი და ახლა მე რო ასე ვილაპარაკო, ნიკოლაძეს არ მოეწონება და აუცილებლად ჩემზე იტყვის უარს. ასე რომ ჩემთვის თბილისი აი სხვა რამეა. თუნდაც ტესლა ახსენეთ და რას ფიქრობთ ნიკოლო ტესლაზე? გაქვთ რაიმე? ეს უბრალოდ ისე ახსენეთ. ოკეი. გიჟები მიყვარს, მთელი მისი ბიოგრაფია არის ის, რომ არა, ოღონდ კარგი გიჟები მიყვარს, თორე გიჟი ვიცი რაც არის. ამაზე არ ვლაპარაკობ თუნდაც პროფესიულად. არა, აი ეს ადამიანები, რომლებიც ხო რა თქმა უნდა გენია საოცრება რა, გენიას სხვა გენი აქვს რა, რაღაცა სხვა არის, როგორ შეიძლება ელაპარაკო. აი ყრუმ როგორ უნდა დაწერო, ხო მელოდია, როგორ უნდა შექმნა, ყრუმ მელოდია, მაგრამ ბეთჰოვენის მთვარის სონატა თუ მთელი მისი ნაწარმოებებია თუ მთელი აი სხვა რამეა რა. ბახი როგორ შეიძლება ნორმალური ყოფილიყო, როცა მისი პრელუდიები, მისი ფუგები, მისი აბსოლუტურად ყველაფერი სხვა საუკუნეა, სხვა გადასახედია, სხვა სიტყვის თქმა.
გამიგეთ და ეს საერთოდ გენია სხვა რამეა რა გენია მიქელა აი სამი გენიოსი მოგცა ერთმა ეპოქამ აღორძინებამ გვიანმა სამივე ერთი ქვეყნიდან ხო მიქელანჯელო ბუენაროტი ეს იყო რაფაელი და ეს იყო არაჩვეულებრივი ჯონკოდას მხატვარი ლეონარდო და ვინჩი ლეონარდო რომელიც თითქოს და სხვა პლანეტელი იყო იმიტომ რომ ის იმ დროს იმ ყველაფერს არ ესადაგებოდა და ამ სამი გენიოსიდან არც ერთი არ იყო ჯანმრთელი აი თუ ამ კუთხით მივდგები კლასიკურად და ერთ კლასიკურ მაგალითს მოვიყვან ამისას ну რა თქმა უნდა ეს ტყვილია რომ ის ისე მუშაობდა სიქსტის კაპელის დროს რომ მას ჩექმა ფეხზე დაეწება და რაღაცა მაგრამ ფაქტია რომ ის არ გამოდიოდა იქიდან ის ექმნიდა სიქსტის კაპელას და მთავარი რა არის როდესაც მას უთხრეს რომ ეს უნდა გაეკეთებინა მოიხადა ის იყო ძირითადად ნუ ვიცით მისი საოცრება მარტო პიეტა რა დღირს ნუ მისი ქანდაკებები და უცებ ის ეუბნება რომ მე არა რატო მე რაღაც ნუ მოკლედ დაიწყო ეს გაკეთება და საოცრებას აკეთებს აინტერესებდა რაფაელს რას აკეთებდა მიქელანჯელო ყველაზე ადრე წავიდა რაფაელი მოგეხსენება 27 წლის და აინტერესებს და ელოდა ის სანამ ეს ისტორიული ფაქტია სანამ გამოვიდოდა იქიდან იმიტომ რომ ბევრი მითი არსებობს მათ ურთიერთობებზე ეს ყველაფერზე და რომ შევიდა ფარნით და უყურებს და მიხვდა რომ ამაზე დიდს, ამაზე საოცრად გიჟები არიან და არა არიან და ვერაფერს ვერ შექმნა, ვერ გააკეთებდა და რაფაელმა დაიწყო მაშინ ფერზე მუშაობა და შექმნა ისეთი ფერწერა და ფერთა ისეთი გამა, რომელიც ვეღარავინ ვეღარ გაიმეორა. აი ეს არის ხახნო სიდიადია ის, როდესაც პიკასოს ეუბნება ვიღაც, რომ აი რატო ხატაბამ თავგადაგდებოდა ესეთ თქვათ ადამიანებს, ცხოველებს ამ ყველაფერსო და ის ამას ელაპარაკება და პიკასო რაღაცას ხატავს ძირს ასფალტზე თუ ნუ სადაც არიან მოკლედ იქ და უცებ მოვიდა ქათამი და აკენკვა დაიწყო. ანუ პიკასომ დახატა ისეთნაირად ხორბლის მარცვალი, რომ როცა მოვიდა და იქ ქათმეიყობა ეს მაინც სოფელში იყო სადღაც და აკენკვა დაიწყო მას ეგონა თუ ესე ხატვა შეგიძლიათო მაშინ ასე ხატვა ყველა შეუძლია უთხრა თავარი შენ იმაში დაინახო ის სიდიადი აი იქ დაინახო აი ის იყო შენთვის ყველაფერი ხო აი შეიძლება ჩემთვის ერთი პატარა აი ეს ლექსი არ მაპატიო ფიქრიც კი ავი მომაკვლევინე უღირსი თავი გაცილებით მეტის დამტევი იყოს ვიდრე უამრავი სხვა რამ რას დაწერილა აი ჩემთვის ეს არის გაბატონო თქვენი ფერები ყველაფერი ყველანაირი სიჭრელე რაც არსებობს დედამიწაზე გიჟდები ფერებზე საქართველოში შავი რატო ჭრელი აი ხას მისვე ნახეთ ხორცის ფერი ლაქი ერთი სული მაქვს როდის გავიკეთებ მეორეჯერ რომ ისევ რაღაცა ზაფხულის და გაზაფხულის ფერები წავის არასოდეს არ მე მინდა რომ ცხოვრება დავინახო ფერადად და მე მინდა რომ ღმერთო კარგად გამიღი აი ახდენილი ფიქრები რომ ამბობდით მე მინდა ისე ვიცხოვრო რომ ჩემი ცხოვრებით არავის ცხოვრება არ შევქმნა შავ-თეთრი და მე მინდა რომ ჩემ თავსაც და სხვასაც გაუფერადო ეს უფერული ყუთისოფელი მადლობა დიდი და სიტყვას რომ ძალა აქვს ეგ ვიცით და თქვენ ლექსები პოეზია არის სიტყვები ასევე ხართ პროფესიით ექიმი ანუ პირდაპირ კავშირშია ფაქტიურად ხორცი სული ორივე შემთხვევაში და სიტყვები რომელიც შეიძლება რომ კურნავდეს მოდი ჩვენს პოდკასტის მაყურებლებს დღეს დავუტოვოთ სიტყვები ან ლექსი რომელიც აი ესე გულს მოეფინება. მოდი დავტოვოთ ის რომელიც ორივეს მოიცავს. პიროვნებასაც, ექიმსაც და ყველაფერს. რაღაც გარკვეულ აი ახლა ამ წუთში ჩემს მიერ დახატულ იმ ფერად ავტოპორტრეტად. ჩემი ცხოვრება სცენაა. ნელ-ნელა ვსწავლობ როლებს. ხან კლეოპატრას ვთამაშობ, ხანაც სიცოცხლეს ტოვებ. ხან თავი ისე მიჭირავს, თითქოს ფრთები მაქვს წმინდას, ხან ერთი სოფლის ქალი ვარ, ვიღაცას ვუხსოვ წინდას, ხან პალატებში დავდივარ. დაჭრილებს კურნავ ენით, არადა თუ კი დამჭირდა კაცს ვუკლავ ჩემი ხელით. ზოგჯერ ყველაფერს ვიკვირვებ, თითქოს ცხოვრობდე მთვარეზე. ზოგჯერ ძულს მთელი სამყარო, თუმცა არ მემჩნევა თვალებზე ჩემი ცხოვრება სცენაა. ნიღბებს ვერ ვტოვებ ვერსად. მეფის კარზე რომ მეცხოვრა, გავაკვირვებდი ვერსალს. მადლობა. მეგობრებო. 15 წუთი კი არა, მე მგონი ცოტა მეტ წუთი გამოგვივიდა პოეზიის და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყო ნანა ცინცაძე.